ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გამართულ კონცერტზე ერთმანეთს ცვლიდა გურული, აჭარული, რაჭული, მთისა და ბარის, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები. სახამო მეტად თბილ და მეგობრულ გარემოში წარიმართა. სტუმარი ანსამბლების დიდი ხნის მეგობრობას ოზურგეთის სალუტბარო სკოლის ბავშვებმა ღირსეულად აუბეს მხარი. ჩოხოსნებმა, ჰანგებმა და ოზურგეთის სალუტბარო სკოლის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი ფოლკლორული საღამო წარმოადგინეს. ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ასეთი სახის კონცერტების ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა და იგი საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული ანსამბლების შემოქმედების ურთიერთგაცნობას ემსახურება. ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში შედგა საოცრად მეგობრული და თბილი საღამო. უმასპინძლიეთ თბილისიდან ანსამბლ ჩოხოსნებს, ბათუმიდან ანსამბლ ჰანგებს და მასპინძელი გახდათ ოზურგეთის სალუტბარო სკოლა. ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი კონცერტი, რადგან ასეთ კონცერტებს უკვე დანატრებულნი ვართ. ეს იყო ბავშვების ერთმანეთთან დაახლოების, თავიანთი შემოქმედების გაზიარების საღამო და ასეთი საღამოები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს უფრო მეტი ინტენსივობით. დღევანდელი დღის ღონისძიება ჩემთვის იყო ძალიან გამორჩეული იმისათვის, რომ სანამდე ღონისძიება დაიწყებოდა, კულისებში აღვნიშნე, რომ რა კარგი საღამო გველოდება დღეს. ყველა კუთხის, ვინცა ვართ ჩამოსული, ჩვენი კუთხის სასიმღერო ნიმუშებს წარმოვადგენთ და ბავშვებთან იქნება გაცვლითი აზრები, ანუ შემოქმედებითი აზრთა გაზიარება და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სახის ღონისძიება და იყო ძალიან შთამბეჭდავი დღევანდელი დღე, ერთ-ერთი ისტორიაში ჩასაწერი რო ვთქვა. ჩემთვის მაგალითად ასეთი საღამო ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. ჯერ ნიშნავს ურთიერთობას, მეგობრობას, სიყვარულს და მეორეც რომ რაც არის ყველაზე მთავარი, რომ ერთად ქართულ სიმღერას მღერის ამდენი ბავშვი. იცით თქვენ აღნიშნეთ, რომ ერთხელ არ გამიკეთებია, რომ მე არ ჩამოსულიყავი აქ და შემასამართად კონცერტი არ გამემართა, მაგრამ მარტო არ მინდა არასდროს და არც ვფიქრობ, იმიტომ რომ ჯერ იმ ბავშვებისთვის, რომელიც აქ მოღვაწეობენ, ლაშასთვის, ფოტინესთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ჩამოდის ანსამბლი და რომ უსმენს, ხო და თავის ანსამბლთან ერთად რო გამოდიან. ამაზე მეტი უკეთესი არაფერი არ არსებობს. ბავშვებისთვისაც არის, როგორც ჩვენი თბილისელი ბავშვებისთვის, ისე აქაური ბავშვებისთვის არის რაღაც დიდი რაღაცა, რომ ერთად გამოვლენ და ერთად იმღერებენ. ეს ხო არ დაავიწყდებათ. არ და იქნება და დარჩებათ. მადლობა უფალ სამის გულთვის და მადლობა ბატონ აზარ ხომეიშვილს, რომ ეს ყველაზე მეტად შეგვაყვარა.